არც ერთი სიტყვა ოკუპანტ რუსეთზე და კრემლის აგრესიაზე. ყაველაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა, თუმცა არ თქვა, ვინ არის ოკუპანტი. მან არც რუსულ დელეგაციას მიმართა განსხვავებით ევროპული ქვეყნების ლიდერებისგან, რომლებმაც ლავროვის დელეგაციას პირდაპირ შეახსენეს მათი აგრესია და უთხრეს, რომ რუსული იმპერია არ აღდგება. ყაველაშვილმა ამჯერად მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერა ოცნების პროპაგანდა და ქართველი ხალხის სახელით თქვა, რომ არ შეეგუება ულტიმატუმის, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარს. 12 წლის ბიჭს მამა სექსუალურ კავშირს აიძულებდა. ინფორმაციას ბექა კვაჭანტირაძე ავრცელებს. აქტივისტის თქმით, უმძიმესი ფაქტის შესახებ პოლიციას უკვე აცნობა. მანამდე ინფორმაცია სხვა აქტივისტებმაც გაავრცელეს. შეშფოთებული ვართ საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობითა და მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლით განცხადებას ევროკავშირი ავრცელებს. განცხადებაში საუბარია პროევროპულ აქციაზე დაკავებულ პირებსა და დაპატიმრებულ ოპოზიციონერ ლიდერებზე. მოსკოვში ყოფილი ჩინოვნიკის ცხედარი იპოვეს. რუსული მედია ამტკიცებს, რომ სანქტ-პეტერბურგის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თავი მოიკლა. მისი ცხედარი აეროპორტში სასტუმროს ფანჯრების ქვეშ იპოვეს.